მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა ისო წარმოგიდგინოთ სიახლეები და ახალი თეორიები უსასრულობის ომის ფილმის შესახებ. მოდი შევუდგეთ საქმეს. თავდაპირველად ყველაზე დიდი სიახლე არის ის, რომ უსასრულობის ომის ფილმის პრემიერა გადმოტანილია 27 აპრილს, ანუ ერთი კვირით ადრე გაიმართება. ამის მიზეზი ალბათ არის ის, რომ ყველა ფანს ეს ფილმი ერთ დღეს ენახა, ანუ ყველა ქვეყანაში გაიმართება 27 აპრილს. გარდა ამისა, ამ თვეს მაისის ბოლოს გამოდის ვარშავური ომები და დედპულის მეორე ნაწილი და ალბათ არ უნდათ ეს ფილმები ერთმანეთთან ასე ახლო დროით გამოსულიყო, რაც ალბათ ვფიქრობ ასე თუ ისე გამართლებულია, რადგან უსასრულობის ომის ესე ვთქვათ ჰაიპის მოკვლას ალბათ ერთ თვეზე მეტი მაინც დაჭირდება. ამიტომ ამ დროს დედპულისთვის არავის ეცლება. მშვენიერია, ჩვენ ფილმს ერთი კვირით ადრე ვნახავთ. ამის შემდეგ გაირკვა ფილმის ხანგრძლივობა. უსასრულობის ომი დროს შეადგენს 2 საათნახევარზე მეტს და ის გახდება მარველის სამყაროში ყველაზე დიდხნიანი ფილმი და ასეც უნდა იყოს, რადგან მეორე ნაწილი წინ არის 2019 წელს. ამ დროისთვის კი ხანგრძლივობით ლიდერობს კაპიტანი ამერიკას სამოქალაქო ომი, რომლის დროის ხანგრძლივობა 2 საათი და 27 წუთი. ახლა გადავიდეთ უფრო საინტერესო ნაწილზე. გავრცელდა თეორია, რომლის მიხედვითაც უსასრულობის ომში პარკერი დაიღუპება თანოსის ხომალდზე, რომელიც ტოვებს ნიუ-იორკს. ამას კი ნახავს ტონი სტარკი, რომელიც დოქტორ სტრეინჯის დახმარებით დროს უკან დააბრუნებს და ნახავს პიტერს, რომელიც თავის ნორმალურ კოსტუმში ვერს უმთქავს და გადაიყვანს მას რკინის კოსტუმში. სწორედ ამან გამოიწვია ტრეილერში ამ ორი ფორმის ჩვენება, რამაც ფანები პატარა გაურკვევლობაში ჩააგდო. რა თქმა უნდა, ეს თეორია არ არის გამოსავალი ან ზუსტი, მაგრამ ვფიქრობ ასე თუ ისე საინტერესო მოსაზრებაა. რა სიტყვით? როგორც იცით, უყურე შავ პანტერთა ჩემი მოსაზრებო სულისკვის შესახებ ჩავარდა. მეგონა რომ ის იქნებოდა ვაკანდაში და ამათ ჩავა გამოიყენებდა ნეკროპოლის სულების სამყაროში გადასასვლელად, მაგრამ ამის გასაკეთებლად სხვა გზებიც ყოფილა. ვფიქრობ, მარველი დიდი მოულოდნელი დარტყმისთვის გვამცადებს. ერთადერთი, ვისაც შეიძლება სულისკვა უკვე ჰქონდეს, ეს არის ადამ ვარლოკი, გმირი, რომელმაც არაერთხელ იხსნა კომიქსებში დედამიწა თანოსისგან. მის ინფორმაციას თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ პროგრამამ, რომელმაც ის შექმნა, ასევე მას მისცა სულისკვა და მოგეხსენებათ, სწორედ ეს ქვა არის ყველაზე ძლიერი იმ 6 ქვიდან, ამიტომაც სურს თანოს მოიპოვოს ეს ქვა. და ამიტომაც აწარმოებდა მუდმივ დაპყრობებს დედამიწაზე, მაგრამ ვარლოკს ვერაფერი დააკლო. ამ თემაზე სასაუბრო ვფიქრობ ამოუწურე. ბოლოს ფანების თქმით, Infinity War-ში ტონი სტარკი დაკარგავს მარჯვენა ხელს და სწორედ ამიტომ ეკეთა მას TV სპოტში ოდნავ სხვანაირი კოსტუმი, რომელიც მის ხელზე კი არ იყო მოთავსებული, ხელის მაგივრად ჰქონდა აწყობილი. ამიტომაც იმის თეორია, რომ სტარკი უსასრულობის ომში დაკარგავს ხელს, ვფიქრობ გამართლებულია. თანაც ხშირად ხდება ასე. მეცნიერებს და გამომგონებლებს ხშირად ტოვებენ კიდურის გარეშე, რათა შემდგომ მათ თავიანთი ტექნოლოგიებით გავიუმჯობესონ სხეული. ვფიქრობ, დღეისათვის სულ ეს იყო. ვერ დაგვირდებით, რომ მსგავსი სახის ვიდეოები აღარ იქნება, რადგან ფილმის გამოსვლამდე 2 თვეა. ამ 2 თვეში კი უამრავი ახალი თეორია წამოვა, რომელიც აუცილებლად უნდა შემოგთავაზოთ. დროებით. Fun isn't something one considers when balancing the universe. But this does put a smile on my face.